სალამი მეგობრებო ყველას, დღეს ჩვენ ისევ გადავიღებთ FIFA Mobile-ს ჩემს არხზე და ესე იგი რა მოხდა. სათავეში მოხდებოდა რომ მე დავებრუნე ჩემი აკაუნთი. ეს იყო ძველი აკაუნთი, რომელიც ჰქონდა 109 ვერზე, დღეს დავებრუნე. აქამდე კი ვთამაშობდი 7 ვერით, ალბათ იცით რომელი აკაუნთი ჰქონდა, თუ არ იცით, გადახედეთ წინა FIFA-ს იმათ ვიდეოებს. ხოდა რომ დავებრუნე შევცვალე ვიღაცეები. холод სტამი შევცვალე მეტი არავინ და კიდე ვიღაც შემტევი ყავდა და კანავაროს მაგდაც შევცვალე რა, იმიტომ რომ სიგო კარგად თამაშობს, კარგი დაცვაა და სტამი ვიყიდე რა, იმიტომ რომ ბევრი ეძახის რომ ძალიან კაი არისო და რავია, გამორცით დღეს თუ როგორი იქნება. შევათ ახლა My Manager-ში, და განახლის ისე ძალიან მაგარი განახლებაც არის, რავი, მომწონს. და დავიწყოთ ახლა თამაში. იმედია სტამი გამოდგება. ჩვენი მოწინააღმდეგე არის, ანუ ცუდია რა. ხო რა, ძალიან ცუდი მოწინააღმდეგე შეხვდა. ჩვენი ტოლა არ აქვს არაფერი რა. ჩვენ 109 ვერზე ვართ, ეს ალბათ 90-ზე იქნება, ან 95-ზე. შემტევები უარკა რა ცოტა. პარტიას თავარია გამოცადოთ. დავიწყეთ ესე იგი ჩვენ ჩავი, ჯირონა, კლოსე. გასარაკეთებ დარტყმა და გაიტანა, რატომაც არ გაიტანა. განმეორებით ნახოთ პასი შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა ეს მინიყო ანგაროდა. ვა, ეს მინიყო. ეს ტიურე ხომ ანისი. ოკეი. ნახახა სტამი როგორ გამოჩნდება, აი სტამიც აღარ არის. ესინას მოხდა და დავკარგეთ ბურთი, ბელინგემი. შიკი. სინგო კარგად ითამაშა. ჩავი, კლოუსი, ტიურე, ჩავი და რაფინია. დარტყმა რაფინიამ და გაიტანა გოლი. 19 წუთზე გავიდა მეორე გოლიც. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და გააქტიუროთ სარსულაკი, რომ არ გამოჩნდეთ ასეთი ტიპის საინტერესო ვიდეოები. და დაალაიქეთ. იმედია მოგეწონებათ ასეთი ტიპის ვიდეოები. და შემოგთავაზებთ ძალიან ბევრს. კარგი პასი ჩავიზე, ჩავი მას კარგი პასი გაუკეთა ჯირონას. რაფინიაზე პასი აკეთე იქნება კი, რაფინია და დუბლი შეასრულა. რა ასისტი იყო. და რა გოლი გავიდა. კიდევ ერთხელ ნახოთ დარტყმა და გოლი. ახლა გარიგოლია ჩემს. ასეთი გაიტანა ზუსტად საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა საბაღეთის კარში. გუშინ იყო თამაში. ვინც არ უყურა, შეუძლია ნახოს ეტანტა სპორტზე, მიმოხილვა YouTube-ზე იდება. ნუ ასეთი გოლები იყო უფრო მე მგონი რა, იმიტომ რომ საქართველოს ზუსტად ისეთი გოლი გაიტანა პირველად რო ჩვენ გავიტანთ, ხო იცი აი ასეთი. შეიძლება ასეც ითქვას, ნუ სტამი არ ჩანს რა, ისე იმათ, ვერ გამოაჩინა თავი, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე არის რა ისეთი. აი ახლა სტამი უნდა ითამაშოს, მაგრამ არა, მაიკო ითამაშოს ახლა. სტამი თავის პოზიციაზეა. როგორ კარგად შევიდა ის ჯუნიორი, რა პასი სტამი გამოჩნდა, აი. დამთავრდა პირველი ტაიმი. 3-0. შეიძლება რათი რატომ? ვა. შეიძლება რათი მეყოთ ჩემიანმა რომელიღაც. ნუ აი სტამს 5-9-ში პასი მაიკონს და კაპდევილეს უფრო კარგი შანსი აქვს.
და მეკარეს დაშვილი. Rafinha რა პასი ჯირონაზე ტრენდ ალექსანდროვიჩმა გაცდის და ჯირონამ ცუდი პასი გააკეთა ალპატი. ეღარა პლეის. იურე ესენი ნახოთ თუ გაიტანს გოლს და შესანიშნავი გოლი გაიტანა ესიანი მე დავაგდო მეგობრებო აშვიდიანი ყველაზე მაღალი ატაკასო ადრე იყო ეგონთ აი ასეთი კატეგორიაც იყო მაშინ მარადონაც იყო მაშინ გამოსული მაშინ დავაგდო რა აშვიდიანი დავაგდო ესენი და 100-ზე გავაძლიერე მე ასევე რომ მორჩებით აი ამ ეპიზოდს უბრალოდ აი ამ თამაშს ნუ შეგახედებთ ჩემ გუნდს და გეტყვით ყველაფერს Rafinha პას თუ არ გააკეთებს თვითონ გაიტანს უეჭველი გაიტანა და შეასრულა ჰეტ-ტრიკი მაგრამ მე არ ვიყავს რა ასეთი რა ძანსია ჩვენ გავაყოფილ ყველა ანას შუდოვერზე ანას ლაზე კარგი იქნება თუნდაც 110-იან მასეთი რა მან არის ისეთი Valverde Maiconma ჩაშალა ეს პასი ვინისიუსი უნდა და Rafinha ჩამოიღო და დაჯარიმდა როდრიგესთან გათამაშა უცებ Real Betis-მა სტამი კარგად თამაშობს აქ უკვე ნუ რო შეხედე ყველას სტამი აქვს რატომღაც და რატო ავიცი იძახენ კაი არის უდა აბა მაგიტო და რატომაც არა დავიყენე მეც აბა ჩაწოდებს ჩავი და ნახოთ რა სიზან დარტყმა და მეკარე გაშიშა ადგილზე სინგოს დარტყმა აი სინგო მაგით და პოერო თავზე კარგი რა ანა ვარ ვაფშე თამაშობდა მართალი ასვაზე იყო მაგრამ მაინც Exidnoli. Girona, ესიანი დაიღალა, მაგრამ მაინც თამაშობს. Rafinha და დაამთავრა მსაჯმა. ეს თამაშით და მოვიგეთ 6-0. ნუ სტამა გამომაჩინა თავი რაღაცეები, მაგანაც გააკეთა. და ესე გინახოთ ახლა გოლები. პირველი გოლი გაიტანა კლოუსმა, მერე Rafinha, მე-19 წუთზე კიდევ Rafinha-მ გაიტანა, მერე ესიანმა, მერე ისევ Rafinha და სინგომ. Rafinha ჰეტ-ტრიკი შეასრულა და გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე 10-0 შეფასება. კარგია. ჩავი 8-8, ტიურე 8-8, ესენი 8-6, კაპდევილა 7-4, სინგო 8-1, სტამი 7-4, მაიკონი 7-6, სელსი 7-8 მეკარე. ხოლო შემტევები ჯირონა 6-8, კლოუსე 8-5. რაც შეეხება Real Betis მოთამაშეებს, ცოტა შეფასება მიიღეს ატომღაც. Angari თამაში დავიდა ჩემი აზრით. ერთი ვარსკვლავი მიიღეთ ამატეურ 3-ში. პარმალოთის ეს. რათა კვარტალის. კარგი. მოდი ახლა ესე იგი შევალ ჩემ აკაუნტზე. გაჩვენებ დაგაფალიერებიებ ყველაფერს და გეტყვით თუ რა ხდება. ესე იგი. Rafinha მე დავაგდე ისაც აინტერესებს 103-იანი იყო რომელიც ავრანკე და ასე შემდეგ გავმაქსე ბოლომდე არა ვიყო. ნუ რამდენიც იყო გაძლიერებული 20-ზე ბოლომდე ავიყვანე რა. ნუ სტატები ჩემი აზრით კარგი აქვს. კლოუსი გავხსენი რატომაც. ნუ მეგონა რამე კარგი იქნებოდა, მაგრამ სკილები არ უარდა რა. გოლებს იტანს თავარია ამას. სკილებშია ცოტა ცუდი. ასე რომ შეიძლება მიქავდაძე ვიყიდო, არ ვიცი ნახოთ. ასე მიქავდაძე ვიყიდო. რაც შეეხება ჯინოლა, ესეც დავაგდე
extra time-ში 105-იანი იყო და 108-ზე ავიყვანე. მართლა კარგი ფეხბურთელია, კარგ გოლებს იტანს. თქვენ შეხედათ. რაც შეეხება ჩავიც იგივე მდგომარეობით დავაგდე 104-იანი extra time-ში, რაც მართლა კარგია. კარგ ჯარიმებს იტანს, კარგ კუთხურებს აწოდებს და ასე შემდეგ. სტატებს ხედავთ თქვენ თვითონაც. SCN-ზე გითხარით უკვე ყველაფერი, ყოველდღიური გავხსენი. აი გავხსენი რაღაც ანიმეს ისინი რო არის, ხო ხდებით? აი მათ. რაც მართლა კარგია, რა მე არ გამიზიარებია ეს, არა ერთხელ გავაჩერე მხოლოდ და მხოლოდ. გამდებილა ვიყიდე, იმიტომ რომ აქ მეყენა მე რობერტო კარლოსი რა 102-იანი რა და მე ეს ვიყიდე რატომღაც და შეიძლება დავაბრუნო ისევ რობერტო კარლოსი, არ ვიცი, ნახოთ რა იქნება უბრალოდ. სინგოც დავაგდე, ეს სინგო ყავს კარგახანია უკვე 103-იანი თუ 102-იანი დავაგდე. 102-იანი იყო თუ არ ვცდები, სტამიც ვიყიდე დღეს და მაიკონის გავხსენი. აი 106-იანი იყო თუ არ ვცდები მაიკონის, ხო? ხო, 106-იანი იყო თუ არ ვცდები. და რაც შეეხება სელსი, არის ყველაზე კარგი. მეკარენიც კი მემყოლებია თუ არა, ისე ბევრი მეკარია, მაგალითად დეხია სტატები 201 და 200-ია რო დამაქვს ბოლომდე რა. ბურთეს ხსნის რომ გითხრათ, კი, მაგარ ბურთეს ხსნის, გოლებით გაუგდის ახლა, მაგრამ ხსნის კიდეც რა. ეს დავაგდე 106-იანი მე და ბოლომდე გავაგდე. აქ კანავა რომ მიყენია ესეთი არაფერი. ფეხბურთელები არ ყო ჯერჯერობით, მაგრამ ავაგროვებ ნელ-ნელა იმდენი იმას რო ფეხბურთელები დავიწვიო. რაღაც არის. და ხო, რავი, მე გაუტაძე მართლაც უნდა ვიყიდო. გეგმა რო ვიყიდე, რატომაც არა, კარგი კარტია ჩემი აზრით. და მოდი ამ ნაწილში ამ ვიდეოში ვიყიდოთ. გაუტაძე რაც კარგი ჩემი აზრით. შემდეგ უკვე ავაგროვებ ფულს იმდენს რომ ვიყიდო რობერტო კარლოსიც და ასე შემდეგ. რობერტო კარლოსაც დავაბრუნებ ისევ ჩემ კონოტში iPad, 114 რა 19 მილიონების. მაგრამ შეგვიძლია 100-ზე ვიყიდოთ ჩვენ. ვიყიდეთ უკვე, ოკეი, გაჩე. აი გავაუქმე ეს. შემეშალა რაღაც უცებას ხანდიან დავაჭირე. ასეიანი ვიყიდოთ და იმედია ეს კარტი გამოგვადგება და რაც შეეხება ფული ცოტა დაგჭა მართალია, მაგრამ მაინც რობერტო კარლოსი მას გადავხედეთ თუ რა იღება რომ ავაგროვო იმდენი თანხად. ავაგროვო თათმაც არა 2 მილიარდი 300 რო ავაგროვო, კარგი იქნება ჩემი აზრით. მაგრამ სხვა კარტებიც აქვს. ჯორდი ალბათ კარგი იქნება, ისე რომ ვიყიდო, ხო? ახალი კარტია თან გამოვთი. ვიდეოც დაიდება ამაზე რომ გამოვთი. iPad ნახეთ. იმედია ვიყიდით, მაგრამ აი რობერტო კარლოსი ვიყიდია. საკმაოდ ძირები ამას კარტები. და არ ვიცი ვიყიდით თუ არა, იმედია გავმიაყიდა ხოლმე რა შეეხება 99-და. ნუ გეგმაში მაინც მექნება ჯორდი ალბა, ასე რომ დაელოდეთ ვიდეოს ჯორდი ალბას განხილვაზე. გემშვიდობით ამით იმედია მოგიწონათ ეს ნაწილი, გამოიწერეთ ჩემი არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. კარგად.